გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილში დღეს ბიზნესის ხმის დროა. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვია ჭუმბურიძე იქნება დღეს ჩვენი სტუმარი და მომდევნო 9 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ სინამდვილეში რა განწყობაზეა ბიზნესი ქვეყანაში, რომელსაც მაკროეკონომიკური პარამეტრები კი აქვს ჯანსაღი, მაგრამ ჰყავს ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებებმა ევროინტეგრაციის პროცესი გაყინა და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ახერხებენ. ვისაუბრებთ იმაზეც, როგორ აისახა ბოლო წლების ანტიდემოკრატიული კანონები ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს და წევრი კომპანიების საქმიანობაზე, რატომ გაიშვიათ და ბიზნეს ფორუმები ქვეყანაში, რომელიც მათ შორის UGBC-ის ინიციატივით საკმაოდ ხშირად იმართებოდა და ასე შემდეგ. მოკლედ, როგორ აგრძელებენ ბიზნესმენების საქმიანობას და რამდენად თამამად იღებენ საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, სულ უფრო მცირდება იმ ბიზნესმენების წრე, რიცხვი, რომელიც ხელისუფლების ღია კრიტიკას შეძლებს თუ უშუალოდ და ძალიან მტკივნეულად არ შეეხნენ მის საქმიანობას. ალბათ ესეც არის შედეგი ბოლო წლებში მმართველი ძალის მიღებული კანონების, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ ბიზნესმენებს საჯაროდ აზრის გამოხატვასაც კი უკრძალავს. გულისხმობ მეწარმე სუბიექტებისთვის ეგრეთ წოდებული საჯარო პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას, რომელსაც თუ ბიზნესი არ დაემორჩილება, ჯერ ჯარიმაა, შემდეგ ციხე და ბოლოს იურიდიული პირის, ანუ კომპანიის ლიკვიდაციაც კი. მიიღო კანონი 21 საუკუნეში და ადამიანს, რომელიც ბიუჯეტს გივსებს თავისი აზრის გამოხატვა აუკრძალო, აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელი. ასე შეაფასა რამდენიმე კვირის წინ ზვია ჭუმბურიძემ BMG-სთან ოცნების დეპუტატების ინიციატივა, რომელიც დღეს უკვე მოქმედი კანონია. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხშირად ხდება წარმოუდგენელი რაღაცები. 2 ან 3 წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიზნესმენებს აზრის საჯაროდ გამოხატვა აიკრძალებოდათ, ისევე როგორც მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში გაუშვებდნენ. საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი რა მდგომარეობაში, ამის კარგი მაგალითია ავტოიმპორტიორების დღევანდელი აქცია. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტოფლობელთა ასოციაციის წევრ ავტოიმპორტიორებს, მოქალაქეებს, რომლებიც აქციზის ზრდის შემთხვევაში ავტოინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირებას და სექტორის ბრუნვის მკვეთრ კლებას ელიან, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა სურდათ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ამის უფლება არ მისცა. შევიტანეთ განცხადება საპატრულო პოლიციაში, გვინდოდა მშვიდობიანი აქცია მსვლელობა ჩაგვეტარებინა თბილისის ქუჩებში, მაგრამ მოგვივიდა უარი. ეს ცოტა გაუგებარია. ჩვენ არ ვაპირებდით მოძრაობის შეფერხებას, გვინდოდა მშვიდობიანად დაგვიფიქსირებინა აზრი. რადგან უარი მივიღეთ, გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით ჰუალინგის ტერიტორიაზე, უთხრა BMG-ის ალექსანდრე ნუნიაძემ, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. კადრებს ახლა ეკრანზეც ხედავდით. მოკლედ, რა განწყობით და მოლოდინებით არიან ბიზნესმენები დღევანდელ საქართველოში. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვია ჭუმბურიძე უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტობის ბატონოსია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თითქმის 1 წელია წერტილის ფორმატში არ გვისაუბრია. ამ პერიოდში კი ქვეყანაში პოლიტიკური და საკანონმდებლო ლანდშაფტი რადიკალურად შეიცვალა. ამიტომ მინდა პირველ რიგში მომიყვეთ, როგორ აისახა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მთელი ეს ნაკრები ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და თქვენი წევრების კომპანიების ყოველდღიურებაზე. აი ბოლო ინტერვიუში დღეს გადავავლე კიდევ ერთხელ თვალი და თქვენ მეუბნებოდით, რომ მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან სურთ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ სურველებს პასუხს ვუჭიანურებთ იმ რისკის გამო, რომ არ გვინდა მოგვიწიოს აგენტად რეგისტრაციაო. როგორ ხართ? ხო, თქვენ ქალბატონ თელარა ისეთი შესავალი გააკეთეთ, რომ უკვე მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ ვერ ვართ კარგად, მაგრამ ეს იქით იყოს ისიც რა არის, ეს დღეები მართლა მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, გულისხმობ პატრიარქის გარდაცვალებას, ამიტომ სამძიმარი მთელს ჩვენ ერს. ეს ყველაფერი ერთად ნახეთ, გამოვიდა ისე, რომ მე ვფიქრობ, რომ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, ის ვინც დაფიქრებულია თავის ქვეყნის მომავალზე, თავის შვილების მომავალზე, მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ასეთი ტიპის მოაზროვნე ადამიანი თვლის, რომ საქმე ვერ არის კარგად ქვეყანაში. ზოგადად აქ მე არ გულისხმობ ბიზნეს მიმართულებას, მე გულისხმობ ზოგადად შიდა პოლიტიკურ ვითარებას. შიდა პოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ჯაჭვური რეაქციის შესაბამისად გადაბმულია ეკონომიკაზე და ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოქმედებს ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, ხალხის განწყობაზე.
და ის რომ ასეთი მძიმე გამოწვევებია ჩვენ გარშემო, ნახეთ მსოფლიოში როგორი მძიმე სურათი გვაქვს, ხო, არა მარტივად ასახსნელი დიპლომატებისთვისაც კი მიუხედავად აი ამ მძიმე სურათისა, რომ ჩვენ ვეცადოთ, რომ როგორმე შიგნით მაინც დავლაგდეთ, მეტნაკლებად აქ სულ დალაგებაზე არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ნიშნებიც კი ჯერჯერობით არ ჩანს. ნუ რაც შეეხება თქვენ კითხვას, როგორ აისახა ბიზნეს კომპანიებზე, ჩვენ წევრებზე ის ვითარება, ის კანონები, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მიიღო მმართველმა პარტიამ. ნუ აი როგორ უნდა აისახოს, წარმოიდგინეთ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, ხო, ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელები ისეთივე მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის, როგორც თქვენ, მე და სულ ყველა ჩვენთაგანი, თითოეული ჩვენთაგანი ემოციურად აღიქვავს ამ პროცესს. ნუ რავი ნოიტყვის, რომ ბიზნესი ეს არის რაღაც დამოუკიდებელი, განყენებული ორგანიზმი, რომელიც არ რეაგირებს, თქვათ ესეთ, მე ვიტყოდი, მძიმე შიდა პოლიტიკურ კრიზისზე, რა თქმა უნდა რეაგირებს, მაგრამ ნახეთ, იმდენად მაინც ჯერ კიდევ შემორჩა ეს ადამიანის თვისება არის, ნახეთ, რაღაც იმედი, განწყობა იმისა, რომ შეიძლება თქვათ შეიცვალოს ვითარება უკეთესობისკენ, ჯერჯერობით მაინც მეტნაკლებად ბიზნესი უძლებს აი ამ, მე ვიტყოდი, საკმაოდ რთულ გამოწვევას. თუმცა მეგონა, რომ უფრო ადრე იქნებოდა ბევრი, თქვათ ისეთი მათთვის მყივლეული ნაბიჯები გადასატყმელი, მაგრამ ჯერჯერობით ბიზნესი უძლებს. თუმცა თუ გადავხედავთ, ნახეთ, სოციალურ პირობას და ბიზნესი ყოველთვის ქმნის სოციალურ გარემოს ქვეყანაში, ეს არის თუნდაც ნახეთ ფასების თემა, რომელიც უმნიშვნელოვანესია და მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვნად ესეთი ტიპის ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვართ, ღარიბ ქვეყანაში განსაზღვრავს ძალიან ბევრ პარამეტრს, ხო? საზოგადოების განვითარებისთვის არის დაურეგულირებელი. არ არის არავითარი განჭვრეტატობა, რაც მთავარია ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ბიზნესი ყოველთვის გეგმავს 1-2 წლით ეს მინიმალური ვადა არის თავის განვითარების პერსპექტივას. ეს იქნება შიგნით რეინვესტირება, თქვათ, შიდა სტრუქტურების გაძლიერება, თქვათ, ახალი გეგმების და ახალი პროექტების დაწყება. მე გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი ხა თუ ვინმეს აქვს ესეთი ახალი პროექტები, შეიძლება იყოს კი რამოდენიმე თიძე ჩამოსატვლელი კომპანია, მაგრამ ძირითადად მაინც ყველა შეჩერებულია, დაფიქრებულია, ფიქრობს რამდენად შესაძლებელია, თქვათ, ახალი პროექტის დაწყება და რამდენად იქნება ის დაცული, თქვათ, აი ამ მძიმე ვითარებიდან, რომელიც ქვეყანაში არის. ყველაზე მთავარი რა აწუხებთ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრ კომპანიებს? ახლობით რამდენი ხართ წევრი ესეც გითხარით და აი ეს კანონები იმიტომ ვახსენე, რომ რეალურად რუსულმა კანონმა არ იმუშავა და იქ არავინ დარეგისტრირდა, ქართულ ფარაზეც გამოთქვამდით თქვენ იმედია ესეც არ ამუშავდებაო და საბოლოოდ მოგიწიათ რეგისტრაცია ან რაღაც არა, ჩვენ არ დავრეგისტრირებულ ვართ, არც გვიწევს ჩვენ, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენი ორგანიზაცია არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საწევროებზე. ჩვენ ამ საწევროებშიც რაღაც რისკებს ხედავდით. თუ ეს გაიყვა, რომ არ მოგვა. აი გეტყვით, ნახეთ, ეს საწევროები ისევ ხმარდებოდა ბიზნესს, მაგრამ ნახეთ, განახევდა საწევროები, ვინაიდან ჩვენი კომპანიის, ჩვენი უпростоრად ჩვენი საბჭოს ძირითადი, მე ვიტყოდი, ნაწილი დაახლოებით 40-45% იყო უცხოური კომპანია, რომლისგანაც ჩვენ უკვე საწევროსაც აღარ ვიხებთ. ნახეთ რა უხერხულ მდგომარეობაში, აი ნახეთ რა უხერხულ მდგომარეობაში, კარგით, ქართულ კომპანიას აუხსნი და ქართველები, მეწარმეები ბრწყინვალედ ხვდებიან თუ რა ვითარება ქვეყანაში. მაგრამ როგორ გინდა შენ აუხსნა ეს შენ ბულგარელ, რუმინელ პარტნიორს, იგივე თუნდაც ფრანგს, ახლა სხვათა შორის ქონდა საუბარი, რომ საფრანგეთში ჩავატაროთ ბრალი მაგი და იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლო 10-15 წელიწადში ესეთი ტიპის შეხვედრა ფრანგებთან არ ყოფილა. ჩამოსულები იყვნენ სხვათა შორის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები საფრანგეთის 2 კვირის წინ გავმართეთ შეხვედრა, მაგრამ ესეც რაღაც ნახეთ როგორ ისეთ რეჟიმში, მე ვიტყოდი რაღაც პასიურ რეჟიმში, მე ესე ვიტყოდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბევრ საკითხზე ჩვენ არა გვაქვს პასუხი.
ელემენტარულად ჩვენ როდესაც აწევრიანებ შენ საბჭოში და საწევროს ვერ ახდევინებ, ამას უნდა ახსნა. ნუ არ მალავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უხსნით, რატო ხდება ეს, დროებითი პროცესია. ნუ ველოდებით იმას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დარეგულირდეს, ისე აეწყოს, რომ სასიკეთო იყოს, თქვათ, ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის, მაგრამ ნუ თავისთავად თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ადამიანს უწევს დაიხარჯოს იმაზე, რომ ახსნა განმარტება მიცეს თავის ევროპელ პარტნიორს, არა მარტო ევროპელს, თუნდაც აზერბაიჯანელ და სომეხ პარტნიორს, რომ რატო შეიძლება, რომ ის ვერ გააწევრიანო და რატო არის, თქვათ, ეს სირთულე. და არ ახდევინებთ, იმიტომ რომ გასაგები რო იყოს, მე მგონი მოქალაქეებმა ხო, რა თქმა უნდა, ხო, რომ არის თუ არ ჩაითვალოს, რომ რაღაც უცხო ქვეყნის რაღაც თანხა არის, თქვათ, საბჭოში შემოსული. ნუ ეს იცით რა არის, მეც ეს რამდენად ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. მე მახსოვს საკმაოდ ბევრი წელია უკვე ჟურნალისტიკაში ვარ და ერთ-ერთი აქტიური ბიზნეს ორგანიზაცია იყავით, რომელიც როგორც რეგიონალურ ბიზნეს ფორუმებს, ისე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეობით აორგანიზებდით. კონფერენციები ხშირი იყო, დღეს თქვენ Facebook გვერდსაც ვათვალიერებდი. ასკარად გაიშვიათებულია. ნოემბერში ჩავატარეთ ბოლოს შავი ზღვის პლატფორმა, სადაც ქალბატონი ჩამოსული იყო, ნახეთ, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დაახლოებით 30 კაცამდე იყო ჩამოსული დელეგაცია, ასევე იყო აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ანუ შავი ზღვის პლატფორმა ჩვენს მიერ ინიცირებული და დაარსებული დღესაც მოქმედებს, უბრალოდ ნახეთ რა არის დავჭით მარტო. იმიტომ რომ ნახეთ არასამთავრობო ორგანიზაცია თუ არ იქნა ხელისუფლებაში კომუნიკაცია და არ იქნა დაუშვათ ერთგვარი თანამშრომლობა, ჩათვალეთ რომ ეს ძალიან გაჭირდება, იმიტომ რომ როდესაც ერთი მიზანი არის, თქვათ, შუადერეფნის გაძლიერება და ასე შემდეგ, ხომ? აქ ხომ მარტო ერთი ორგანიზაცია ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ არა გვაქვს კომუნიკაცია მთავრობასთან და მე ვფიქრობ, რომ ხო, ნუ არა რაზე არის საუბარი, მე არ მესმის ერთი რამ და ვერც გავიგებ, სანამ არ იქნება უკან დაბრუნებული საქართველოს ევროპული გზა. რაზე უნდა ვისაუბროთ, მე მართლა არ მესმის. რა თემაზე უნდა ვისაუბროთ მართლ პარტიას და რა ბიზნეს განვითარებაზე, როდესაც ბოლო 35 წელიწადი, რომელიც არ ყოფილა საკმარისი, როგორც ვნახეთ, ხედავთ, როგორი გამოწვევის წინაშე ვართ, ჩვენ გვეგონა, რომ რაღაცას უკვე მივაღწიეთ, ასოცირებას ხელი მოვაწერეთ, ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობა ხელში გვაქვს, იმის მაგივრად, რომ რაღაც უფრო მეტი მოვითხოვოთ დღეს, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ეს ყველაფერი გადაზრდილიყო, ნახეთ, ნორმალურ, ცივილურ, დიპლომატიურ ურთიერთობაში. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს რაღაც აბსოლუტურად ჩემთვის აი მართლა გაუგებარ პროცესთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრით ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. მეტი არაფერი. ან გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი. თუ გაცნობიერებულია, ეს არის კატასტროფა, თუ გაუცნობიერებელია, ესეც ძალიან მძიმე არის. იმიტომ რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის, ნახეთ, მომავალი, შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან უნდა გვავიწყდება. ჩვენ ერთადერთი თუ არა რაღაც ძალიან მცირე რაოდენობაში შევდივართ ევროპული ქვეყნების, სადაც 20% მიწის არის ტერიტორია წაღებული, დროებით რა თქმა უნდა, ოკუპირებული რუსების მიერ. და რა უნდა, მე არ ვიცი ხა, ნუ რა უნდა აუხსნათ იმ მოსახლეობას, ვისაც ჯერ კიდე ჯერავთ იმისი, რომ რუსეთი შეიძლება შენი მოკეთე იყოს და შენ განვითარდე რუსეთთან ერთად. რუსეთი ვეღარ ვითარდება. ნუ თუ ამ ხალხს ელემენტარული აქ არ მოეთხოვება დიდი ამ პოლიტიკოსობა, ამ საზოგადოების ამ ნაწილს. სამწუხაროდ მათ შორის არიან ჩვენი ახლობლებიც, მეზობლებიც, მეგობრებიც, მაგრამ ხო უნდა დავწმუნდეთ და ერთხელ და სამუდამოდ გავაცნობიეროთ, რომ საქართველო უნდა განვითარდეს მხოლოდ თავისით ევროპულ ვექტორთან ერთად. ბატონ ზიო, თქვენ ახსენეთ, რომ მთავრობასთან არ გვაქვს კომუნიკაციაო, როგორც UGBC-ის, მაგრამ ადრეც მიკითხავს საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭო, ასევე არის ინვესტორთა საბჭოს წევრი ბიზნეს ორგანიზაცია, სულ რამდენიმე ბიზნეს ორგანიზაციასთან ერთად, სადაც არის პრემიერი, შესაბამისი ეკონომიკური პროფილის სამინისტროები. ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდსაც გადავავლე თვალი და ბოლოს ხდომა იყო 2024 წლის მარტში.
ეს პლატფორმა ხო არის პლატფორმა დიალოგისთვის, კერძო საჯარო პარტნიორობის. ყველა ასე თვლით, ვინც ამ ბიზნეს ორგანიზაციაში ხართ ძირითადად, რომ აქ მე მახსოვს იყო თემები საკმაოდ მსხვილი, რაც ბიზნესს აწუხებდა და ეს ყველას გვეხება მით უმეტეს ეს თემები. პრემიერებს, ასე ვთქვათ, ინვესტორთა საბჭოს სამდივნო აორგანიზებდა და იმართებოდა ასეთი შეხვედრები. იცით, გეტყვით, ხალბატონ თელარა თვითონ ფორმატი ინვესტორთა საბჭოსი, რომელიც ინიცირებული იყო EBRD-ის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის მხრიდან, თავისთავად კარგი იყო. მე გეტყვით, რომ შეიძლებოდა რაღაც ესე რადიკალურად ვერ ვთქვათ, რომ ეს იყო რაღაც უნიშნელოვანესი, არა, ეს იყო დავარქვათ სათათბირო მრგვალი მაგიდა, სადაც მთავრობას და ბიზნესს შეეძლო პირდაპირი კომუნიკაცია და ურთიერთინფორმაციის მიღება და გაცვლა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ტიპის მოწყობის ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ნახეთ როგორ არის, აღარც ხელისუფლებას უნდოდა კომუნიკაცია ჩვენთან და არ დაგიმალავთ, აღარც ჩვენ არ გვინდოდა. ზუსტად იმ კანონების, იმ დავარქვათ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი პროცესის შემდგომ, რაც დაიწყო სწორედ ევროინტეგრაციის და ზოგადად გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდით ესეთ ვაკუუმში, ნახეთ, არსად ტრიბუნა. არც მე გეტყვით, ეს არავინ არ იფიქროს, რომ ეს ხელისუფლებისთვის არის კარგი. კატასტროფაა პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ვერ ესაუბრება ვერავის. საზოგადოებას ხო ვერ ელაპარაკებიან და ვეღარც ბიზნესს ვერ ელაპარაკებიან, თუ არ ჩავთვლით ბიზნეს შეკრება, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ესწრება. ეს წარმოუდგენელია, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას. აქ ევროპაზე აღარ არის ლაპარაკი, დავანებოთ ევროპას თავი. ვერც ერთ ნორმალურ არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ავიღოთ, თუნდაც ვერან ვერ დამისახელებს, სადაც იბარებენ ბიზნესს და იქ ხდება სპეცსამსახურების ხელმძღვანელები. ეს ხო ხვდებით, რასაც ნიშნავს. ერთადერთი ბიზნეს ორგანიზაცია, ვისაც ასე თუ ისე აქვს კომუნიკაცია მთავრობასთან, სხვადასხვა ღონისძიებებზე, ერთმანეთის ფორუმებს ესწრებიან და ასე შემდეგ, არის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. დანარჩენები არ ელაპარაკებით გასაგებია, მაგრამ დიდად, ესე ვთქვათ, ხმარ ისმის. ეს არის რა პოზიცია, რომ აი მაინც აზრი არ აქვს, მაინც არაფერი არ შეიცვლება? და მეორე მხრივ, აი დასაწყისში გავიხსენეთ თქვენი ფრაზა, როდესაც რამდენიმე თვის წინ კანონის ძალით ფაქტობრივად ბიზნესს აეკრძალა საჯარო პოლიტიკური აქტივობა. ანუ დღეს რო ახლა ვსაუბრობთ თქვენ და ჩვენ ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ესეც კი შეიძლება ამ ქვეყანაში უკვე ჩაითვალოს იმად, რომ თქვენ ეს ბიზნესი არ არის და რა უფლებით საუბრობს ბიზნესმენი ამაზე. თელარა, პირველ რიგში, ხალბატონ თელარა, თქვენ ჟურნალისტი ხართ, მე დიპლომატი ვარ, დროებით ვარ ამ მივიტყოდი აი ამ საბჭოს ხელმძღვანელი. ნახეთ, არის ერთი თემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მე სხვა ორგანიზაციაზე და სხვა ბიზნეს დავარქვათ ასოციაციაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ რეპლიკა იყო დღეს ვინ ესაუბრება ერთი რამ მინდა გითხრათ, ნახეთ, აი ჩვენ ხო ვახსენეთ ინვესტორთა საბჭოს ფორმატი. ინვესტორთა საბჭოს ფორმატშიც კი, იმდენად დაიცალა, ნახე, ორივე მხრიდან საკითხების, თქვათ, აქტუალობა და მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც საგარეო პოლიტიკური ვექტორი იცვლება რადიკალურად და აშკარად ჩვენ და სამწუხაროდ ჩანს, ყოველ შემთხვევაში მე ესე მეჩვენება და ესე ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც პრორუსული გავლენები და რუსული ვექტორისკენ იხრება ევროპული, თქვათ, განზომილების მიმართულება. მე ვფიქრობ, რომ იქ სალაპარაკო ყოველთვის რთულია და არც ხელისუფლება არის კომფორტულ ვითარებაში, როდესაც თქვათ იგივე თავის პარტნიორს ამ შემთხვევაში ეს ინვესტორთა საბჭოს ფორმატი იქნება თუ სხვა ტიპის დიალოგი უწევს აი კომუნიკაცია. იმიტომ რომ რა არის როდესაც ხო კომუნიკაცია არ არის, ისედაც აქტიურად არ ამბობთ არაფერს. რა არის გასარჩევი, როდესაც ჩვენ დავანებოთ კონსტიტუციასაც თავი. ისტორიულად ვართ ევროპის ნაწილი. მე მესმის, რომ შეიძლება რაღაც საწაკითხული არა აქვს ვიღაცას, არ იცის რა იყო. მაგრამ მივდივართ ჩვენ ევროკავშირისკენ, უბრალოდ დღეს ბრიუსელს არ უარგა ბიუროკრატები. საქართველოს არგონავტების მითოლოგიიდან, მითიდან დაწყებული ყოველთვის იყო ევროპული სივრცე.
ყოველთვის იყო ევროპული სივრცე და სიმბოლურად ის ოქროს საწმისი სწორედ ოქროს წარმოების ისტორია იყო და გამოცდილება იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ ამ ვექტორს მოწყვეტილი. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ბიზანტიასთან ერთად ქმნიდა ევროპულ ცივილიზაციას, ევროპულ ამ შემთხვევაში განზომილებას და ჩვენ ვიყავით ის კარიბჭე, რომელიც იცავდა ქრისტიანულ სამყაროს ბიზანტიურ და ბიზანტიური ეს იგივე ევროპული იყო, ბიზანტიურ სამყაროს სწორედ იმ ძიმე შემოსევებისგან, რაც იყო ისტორიულად და რაც იყო ჩვენთვისაც ძალიან დამაზიანებელი. დღეს ეს პროცესი სამწუხაროდ და იმედია ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ არის გაყინული. ცოტა დრო გრჩება და რამდენიმე კონკრეტულ თემაზე მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება. უცხოელების დასაქმების შეზღუდვა მარტიდან უკვე ძალაში შევიდა, რადგან თქვენი წევრი კომპანიები მათ შორის არიან უცხოური წარმომადგენლობა, უცხოური ინვესტიციებით. რამდენად არის ეს გამოწვევა? მთავრობის ლოგიკა ცნობილია, რომ შრომით ბაზრის დაცვა გვინდა ამით, რომ ქართველებმა უფრო მეტად იმუშაონ. მეორე მხრივ, არაერთი კვლევით ბიზნესის სულ სამუშაო ძალის დეფიციტზე ზრუნავს. თქვენ წევრებზე იქონია რაიმე ესეთი გავლენა თუ უბრალოდ ბიუროკრატია გაგეზარდათ? ქალბატონ თელერა, ჩვენი კომპანიები არ არის რაღაც ესეთი მე ვიტყოდი დიდი ინდუსტრიული, სულ რამოდენიმეა ესეთი, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ აქ ყველაზე დიდი შეცდომა ისიც არის დაშვებული, რომ ხელისუფლებამ ვერ გათვალა ერთი რამ. ეს კანონი, შრომითი კანონი და ზოგადად მიგრაციის კანონი და ზოგადად ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის შიდა მოწყობასთან. როდესაც შენი მოქალაქეები 100,000-ობით კაცი ახალგაზრდა მუშახელი გადის ქვეყნიდან და ეს პროცესი არ დაიწყო 1 და 2 წლის წინ. მე თუ არ მეშლება 14 წელი ხდება ოქტომბერში მართლ პარტიას უსულდება 14 წელი ხო, სულ რაღაც რამოდენიმე თვეში. ეს პროცესი ხო 2 და 3 დღის წინ დაწყებული არ არის. თუ წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და თქვა 9 თვიანი და გრძელვადიანი სავიზო რეჟიმი, რომელიც პირველ რიგში მოსაწესრიგებელი იყო, აი 2012-დანვე მე ესე ვიტყოდი. და რატოა რომ ეს არ შეიცვალა და ესე დარჩა? იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ ტურისტი, კი ბატონო, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა, გვიხარია ჩვენი თქვა ქვეყანა ღია იყოს ტურიზმისთვის, მაგრამ 6 თვიანი, 9 თვიანი დაახლოებით ესეთი გრძელვადიანი რეჟიმები ყოველთვის არის დამაზიანებელი. იცის რომელიმე თუნდაც სპეცსამსახურმა, რას აკეთებენ 10,000-ობით რუსეთის მოქალაქე, რომელიც აი ესე მიგრაციის კანონის პრაქტიკულად ესეთი მე ვიტყოდი სრული აი რაღაც ერთგვარი მოშლის შემდგომ აი შემოსულია შენ ქვეყანაში უკვე დასახდა აქ ცხოვრობს, მუშაობს და სამუშაო ადგილს ართმევს. პოლიტიკა ხშირია გაბრუნებები რუსეთში. ისიც რა არის, მე ხა სტატისტიკა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება თქვა 50 კაცი გააბრუნონ, ეს პირობითია, მაგრამ 10,000-ობით რო შემოსულია ეს ხო ფაქტია. და როგორ შეიძლება წინასწარ ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა არ გააკეთონ რეაგირება, ხო? ეს ხო მარტო რუსებს არ ეხება. ეს ხო ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომელიც მე არ მინდა რაღაც ერთგვარი თუმცა დიდი ნაწილი მაგრამ ნახეთ, ეს არის პაკისტანი, ინდოეთი, ეს არის ავღანეთი, ეს არის სირია. პოტენციურად არის საშიშროება იმისა, რომ შენ ვერ გააკონტროლო ეს მოქალაქეები, რომელიც შენთან ცხოვრობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რაიმე თქვა ამას მოყვეს სერიოზული გართულება. ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ნახეთ შრომითი და მიგრაციის და ეს ყველა ეს კანონი დაკავშირებულია პირდაპირ პირველ თემაზე. ეს არის სავიზო რეგულაცია, ეს ერთი და მე რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. როგორ იცავ შენ მოქალაქეს დღეს მიღებული კანონით ვეღარ დაიცავ. ვინც მოქმედი იყო ჯანსაღი და ახალგაზრდა, ყველა გასულია ქვეყნიდან. და ნახეთ ვინ დარჩა ქვეყანაში, სხვათა შორის ბატონმა კობახიძემ აღნიშნა 700,000 სოციალურად დაუცველი და 350,000 სიღარიბის თუ არ მეშლება ზუსტად. მე მგონი 350 იყო, 708,000 ითქვა მისგან და 350,000 750 სოციალურად დაუცველი და 350,000 კაცი, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს ქვევით. და ვინმემ განმარტოს დეფინიცია, რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს მიღმა. ანუ მილიონზე მეტი მოქალაქე ყავს შენ უღარიბესი.
ესე არ არის ლოგიკურად ხო ესეა? ხო, ქულების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ ეს ხო, და 9.5%, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი გუშინ უსმინეს სხვათა შორის და სამწუხაროდ ძნელია, როდესაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვერ ერკვევა ბევრ რამეში პროფესიულად და 9.5% ზრდა, ნახეთ, მაჩვენებელი არ არის იმისა, რომ შენ ნორმალურად ვითარდები და ნორმალურად ცხოვრობ და შენი მოსახლეობა ნორმალურ მდგომარეობაშია. ცოტა დრო გრჩება და ისე ბიზნესით რომ შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ. დღეს ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს. იცით რა, ეს კითხეთ ბიზნესმენებს, არ ვიცი, მე თქვენი წევრი კომპანიების მაგალითს თამამები არიან თავისუფლად იცით რა, თუნდაც გამოხატავენ აზრს. ნუ საერთო ჯამში თუ ესე ვიტყვით, კი, ჩვენი კომპანიები მაინც ცდილობენ რომ რაღაც ერთგვარი ბალანსი დაიცვან. ბიზნესი ყოველთვის ცდილობს რომ ნაკლებად ჩაერთოს პოლიტიკაში. ჩვენ მაგალითად ჩვენი საბჭოს სანამ უშუალოდ მათ არ შეეხებიან. ხო, ნახეთ როგორ არის ჩვენი საბჭო არასოდეს არ იყო მოტივირებული რომ რაღაც ჩავთვლიყავით რაღაც პოლიტიკურ დებატებში და გარჩევებში, მაგრამ ნახეთ, ისე მოიტანა ამ კანონებმა, ამ კატასტროფულმა, მე ვიტყოდი პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელმაც ნახეთ, არა მარტო ხელისუფლებას ანგრევს, დაანგრია ყველაფერი, ნახეთ, მათ შორის ოპოზიციური მხარეც, ზოგადად საზოგადოების განწყობა, ეს ყველაფერი ხო მოქმედებს არა ადამიანებს. და აი ამან იმდენად იმოქმედა, ნახეთ, რომ დღეს ბიზნესი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნუ ერთგვარად მაინც ბალანსი დაიცვან და რაღაც განსაკუთრებული თქვა პოზიცია არ გამოხატოს. ხალხი არ შეეფერა. ეს მაინც ფიქრობ, რომ ნუ მე მესმის მათი, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჯერ მაინც საბჭოთა გავლენები ჩვენ და სამწუხაროდ, არა ბიზნესზე, ზოგადად საზოგადოებაზე, ბევრ ჩვენ მოქალაქეზე სამწუხაროდ კიდევ ძლიერია და სანამ ეს მენტალიტეტი ნახეთ, სადანზეების უკანასკნელი მეტასტაზები ჩვენი გონებიდან, ჩვენი ტვინებიდან არ ამოვა და არ გავაცნობიერებთ, რომ თავისუფლება ამ ქვეყნისთვის არის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი განზომილება. მე გეტყვით, რომ დიდი ხანი შეიძლება ვერ მოვერიოთ აი ამ ფულ კრიზისს და პროცესს, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ისიც ფაქტია, რომ მე მესმის ბიზნესის და ვცდილობ გავუგო, რატომ არ არიან თამამები, რატომ უფრო მეტად არის მის მათი ხმა, მაგრამ როდესაც აი დღეს ავტოიმპორტიორებს ძალიან დიდი ინდუსტრიაა, სხვადასხვა რგოლში, მომიჯნავე სფეროში 200.000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს ავტოინდუსტრია ჩვენ ქვეყანაში. აქციზი მკვეთრად იზრდება, ბიზნესი ამბობს, რომ მოუწევთ დახურვა, სამუშაო ადგილების შემცირდება, ეს დაეთყობა რეექსპორტიდან მიღებულ სავალუტო ნაკადებსაც, მაგრამ რომ მოინდომეს პროტესტით, აქციამ, მსვლელობა, მათ თბილისში ამის უფლება არ მიეცათ ცენტრალურ ქუჩებში და მოუწიათ სადღაც ჰუალინგის ტერიტორიაზე გარეუბანში უბრალოდ ერთად დგომა. დღეს ამის აზრის გამოხატვა და ნების გამოხატვა ამ ქვეყანაში არის სამწუხაროდ ტროტუარზე თუ გააჩერეს, კარგია. ესე იგი ეს უკვე ტროტუარზეც კი არ იყო. ადრე ამის უფლება გქონდა. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში, ბატონო ზვიად, რა დავასრულოთ ამჯერად? წერტილი უნდა დაესვას ხოთაშორის ქალბატონ თელარ ძალიან ბევრი რამ არის, რასაც წერტილი უნდა დაესვას, მაგრამ პირველ რიგში წერტილი უნდა დაესვას ერთპარტიულ მმართველობას, ეს აუცილებლად ეს ხო დავწმუნდით, რომ არაფერი სიკეთე ამას არ მოაქვს და წერტილი უნდა დაესვას ეროვნული ინტერესების უგულვაყოფას. დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.